გამარჯობა ჩემო კარგებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. ვიცი რომ ბევრი თქვენგან მარხულობს და სწორედ ამიტომაც ამ რეცეპტს მოგიმზადებთ დღეს, რომ ჩვეულებრივ დღესაც გიქონდეთ სადღესასწაულო განწყობა. დღეს ერთად მოვამზადოთ სამარხო ოჯახური კამას სოკოთი. მოდით დავიწყოთ. ამისათვის დაგჭირდება 2 ცალი ხახვი, წითელი ბულგარული წიწაკა, აუცილებელია 1-2 ცალი. მწვანე ან ყვითელი წიწაკა, შეგიძლიათ სილამაზისთვის და არომატისთვის დაამატოთ ორივე. ან რომელიმე ერთი. პატარა კამას სოკოები. უკეთესია ძალიან პატარები აიღოთ და საშუალოს გამოგვადგება. საშუალო ზომის კარგი კარტოფილი. პირველ რიგში ვჭრით კარტოფილს კუბიკებად. ერთნაირი ზომის, რომ თანაბრად შეიწვას. ძალიან თხელი არ უნდა იყოს, რომ არ დაიწვას და არც ძალიან სქელი, რომ უმი არ დარჩეს. შემდეგ ვწვავთ კარტოფილს. დიახ. ვიცი რომ ტრადიციულად ყველაფერს სკედზე აკეთებდნენ ჩვენი წინაპრეები, მაგრამ დღეს რესტორნის ვერსიას ვამზადებთ. კარტოფილი ოდნავ უნდა შეიწვას. რბილი არ უნდა გახდეს. ანუ ნახევრად მომზადებული უნდა იყოს. სანამ კარტოფილი იწვება, ჭრით ხახვს ნახევარ გოლებად. ბულგარულ წიწაკას კი სურვილისამებრ. მე პატარა ნაჭრებად ვჭრი, რადგან ჩემ შვილს არ უყვარს და ესე ნაკლებად აწუხებს. შემწვარი კარტოფილი გადმოგვაქვს კეთზე. შემდეგ ვიწყებთ ბოსტნეულის შეწვას. სოკო აუცილებლად მთლიანად უნდა შეიწვას, მაღალ ცეცხლზე, რომ შიგნით წვენი შეინარჩუნოს და გარედან გემრიელი ფერი მიიღოს. შემდეგ ვწვავთ ხახვს, ესეც უნდა გალამაზდეს და ბოლოს ვამატებთ ბულგარულს და ცოტა ხანს კიდევ შუშავთ. ყველა ბოსტნეული გადაგვაქვთ კეთზე კარტოფილთან ერთად და კარგად ვურავთ. უკვე ძალიან სურნელოვანია და ულამაზესია ეს კეცი. ვდებთ ღუმელში 180 გრადუსზე ზედა ქვედა წვა, სადღაც 25-30 წუთი. ეს უკვე თქვენ ღუმელზე არის დამოუკიდებელი. კონვექცია არ არის საჭირო ამ შემთხვევაში. როცა კარტოფილი შეიწვება, ამოგვაქვს ღუმელიდან და ვამატებთ მარილს, პილპილს და სუნელებს. მე ვიყენებ მარილი აჯიკის საკმაზით, ჩემი ფავორიტია. თქვენ დაამატეთ ის სუნელი, რომელიც გიყვართ. ბოლოს ვაყრით ახალ ქინძს ან კამას. მე ჩემს ბაღში მოყვანილ კამას ვაყრი. წმინდა გულით ვამბობ, უგემრიელესია. გემრიელად მიირთვით და არ დაგავიწყდეთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დაწერეთ კომენტარებში თუ როგორ მოგეწონათ. ეს ძალიან მეხმარება, რომ თქვენთვის კიდევ უფრო საინტერესო და გემრიელი რეცეპტები შევქმნა. ნახვამდის ჩემო კარგებო, მომავალ შეხვედრამდე.